მეგობრებო, ჩაირთო საახალწლო გაფორმება. ნახეთ რა სილამაზეა. ეხლა ფანჯარაში რო გავიხედები და ვინახავ აი ამ სილამაზეს. რაღაცა ძალიან ცივა თუ ქარია ვეღარ გავიგე. ნახეთ რა კაია. თან ის აი თეთრები მარჯვნივ უბრალოდ თბილი განათება. ციმციმებს რაღაცნაირად თითქოს ბრილიანტები ჭვინავს რაღაცა ის გარდამავალი ისინი აქ რაღაცა როგორ ვთქვა. ნუ მოკლედ ბზინავს ძალიან ლამაზად. ეს კიდე ეგრეთ წოდებული ფაიერვერკების იმიტაცია სხვა ფერებში. ხო და მოკლედ რაღაცად ვიფიქრებდი ხარ ჩარტეს თქო და გამოვიხედე და რას ხედავ ჩარტეს ძალიან მიყვარს არ ვიცი რაღაცნაირად კარგ განწყობაზე მაყენებს ეს ახალწლო განათებებს ვუყურებ ხოლმე თან კარგი იქნება უკვე აი ძალიან გვიან ღამე როცა ტრანსპორტიც კი აღარ ივლის რაღაც იჩუმე და ეს ახლა თოვლიც თუ მოვა საერთოდ არ ვიცი დაამშვენებს და გაალამაზებს ირგვლივ ყველაფერს თან თოვლი რატომღაც მიმაჩნია რაღაც ღვთის მადლად იმიტომ რომ ფიფქები მოკლედ მაგაზე ცალკე დაგილაპარაკებით მოგიყვებით იაპონელი მეცნიერის აღმოჩენას ადრე კარგი ხნის წინ და ზოგს ეცოდინება ალბათ ვინც არის ის მოგიყვებით მოგესალმებით ვზივარ ახლა რეფლექტორთან შევიღებეთ მები როგორც თქვი გვიან საღამოს შევიღება ვთქო და ჩამოვიბანე არ მაქვს გასაშრობი საშუალება და ანუ ესე შრები ხოლმე ან რეფლექტორთან ვზივარ ცოტა ხანი არა მაღაზიაში ვარ ჩასასვლელი კიდევ კაი რომ გვიანობამდე მუშაობს ჩვენი მაღაზია და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ გამომწერს ჩემ მაყურებელს დიდი მადლობა. ეხლა სახელებს აღარ ვიტყვი ხო. იმიტომ რომ რა ვიცი რაღაცნაირად თავი უხერხულად მაინც არ იქნავს ვფიქრობ და ამიტომ დიდი მადლობა. ხო მოკლედ ისე მეძინება არა და იმდენი საქმე მაქვს კიდე გასაკეთებელი. გუშინ წინ ღამე მეთქი რამე კომედიას ვუყურებ, რომ ცოტა გული გადავაყოლო თქო და ჩავთე დიდი გასეირნება. მაგრამ ბოლომდე ვერ ვუყურე. მოკლედ ძალიან მიყვარს ეგ კომედია, ძველია, 66 წელს არის გადაღებული 1966-ში, მაგრამ რა ვიცი, შედევრია მართლა, ეს არის არ გაცვდება რა არასდროს. ხო და გუშინ კიდე მოკლედ კიდე ერთი კომედია ჩავთეთ ძილის წინ. მაგასაც შესაბამისად ბოლომდე ვერ ვუყურე. ხო და არა და ეს კომედია ახლა გუშინ რომელიც ჩავთეთ მე დასასამ რა ვიცი მე დიდად არ მომწონს. არ მომწონს ნუ რაღაცნაირად იცით რა არის მე საერთოდ ფილმებს როგორი მითი ვირჩევ ხოლმე. რაც კარგ განწყობას უნდა მიტოვებდეს რა, ანუ აი რო იტყვიან, კარგ შლეიფს უნდა ტოვებდეს ნებისმიერი ფილმი, რასაც უყურებ და ის კი არა და არის ისეთი ფილმებიც, რომლებსაც კარგი დასასრული აქვს, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს გული გწყდება, რომ დამთავრდა და всё, მაგრამ ზოგ ფილმს აქვს კარგი დასასრულიც აქვს, მაგრამ ისეთი კარგი შლეიფი მიყვება, რომ აი კარგ განწყობას გინარჩუნებს დიდი ხანი. მაგალითად ეგეთი ფილმი, ერთ-ერთი ესეთი ფილმი არის აი როგორ ითარგმნება ქართულად, მართლა არ ვიცი. და ქვია რუსულად შალნეიძინგი. ძალიან ისეთი კარგი მსახიობები არიან მთავარ როლში.
სულ მავიწყდება ამ ქალის სახელი და გვარი. სოსო. შალნეი ჯენგიში ეს ქალი როა. ნათლი მამაშიც როა. რა ქვია? ხო. მადლობა, გენიოსი ხარ სოსო. დაიან კიტონი, მოკლედ. როგორ უნდა დაგავიწყდეს დაიან კიტონი, მშვენიერი მსახიობი ქალი. ხო და მოკლედ აი რაღაცნაირი ისეთ კარგ იმას განწყობას გიტოვებს ბოლოში რა. ხო არის ესეთი ფილმები რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა არის იცით, შეიძლება ერთხელ ავდგე და ასე ვთქვათ, ესე შევკრიბო თუნდაც საახალწლოც აი რაღაცა და გირჩევთ, ანუ აი ამ ფილმების ყურებას. არ ვიცი ახლა ყველა ადამიანი თავისებურია. ყველას თავისებური აღქმა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოვახერხებ და ყველას გემოვნებას როგორღაც დავამთხევ რა. იმიტომ რომ ახლა ხასიათებით მე ყველა ასაკს ვერ გები რა, მოკლედ ბავშვთან ბავშვი ვარ, ახალგაზრდასთან ახალგაზრდა ვარ, თანატოლთან თანატოლი ვარ, უფროსთან უფროსი ვარ და ღრმა მოხუცებულთან ისეთი ვარ, როგორც შეეფერება რა, მოკლედ აი ესე რა ვიცი ესეთი ხასიათი მაქვს რა, მოკლედ. ხო, და ისე რო ვთქვათ, აი ზოგი ხო არის რომ ამბობს, რომ აი მე შეგრძნებით ვარ ამდენი წლის, ზოგი ამბობს მე ამდენი წლის. გაგეცინებათ, ძალიან გაგეცინებათ, მაგრამ შეგრძნებით მე ვარ 12 წლის. და რატომ? მოკლედ, ძალიან კარგად მახსოვს ეს ასაკი, როცა ბევრი რამ ცხოვრებაში გავაცნობიერე და ასე ვთქვათ, იმის მერე მხოლოდ ცოდნა შევიძინე, ანუ რაღაც სიახლეები, თორე ის ხასიათი, ის განწყობა და ის ყველაფერი, ანუ შევჭა. ხშირად მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ნუ ბავშვობაში ხარო, ჩავარდნილიო რა. მოკლედ ეს ამ ბავშვურ განწყობას სულ ვინარჩუნებ ხოლმე. ვინარჩუნებ რა, თვითონ ბუნებრივად გამოდის რა ესე და მოკლედ სხვათა შორის პატარა რო ვიყავი, საკმაოდ აი რომ მახსენდება ჩემი თავი. სხვათა შორის ესეც ბევრს გაგიკვირდებათ და გაგეღიმებათ, რომ არ არსებობს ესეთი რაღაცა, როგორ უნდა გახსოვდეს, მე მახსოვს, მე ყველაფერი მახსოვს. და გეტყვით იმას, რომ ვიყავი რამდენი წლის ვიყავი, ალბათ სადღაც 2-3-ის ნუ ესე ხო 2-3 წლის, სხვათა შორის აი ამ ასაკში მე ლექსებს სხვადასხვაობით ვამბობდი, ვიზეპირებდი თავისუფლად, პრობლემა არ მქონია. მამაჩემს ჰქონდა ესეთი ბაბინები მაგნიტოფონი, გეცოდინებათ და ჩემი ხმაც იყო ჩაწერილი, როგორ ვამბობ ლექსს და ესეთი რაღაცები, მაგრამ სამწუხაროდ იმდენი ფირები გქონდა სახლში, რომ ვერ მივაგენით, ან მე ის თვითონ ის მაგნიტოფონი, ის ძველი მაგნიტოფონი გაფუჭდა, ნუ ვერ მოვძებნე და ისე ვარაუდით, მოკლედ რაღაცა შევინახე და არ ვიცი რა, არის თუ არა ის ძალიან გული დამწყდა რა, მოკლედ რაღაცა ის წარსული და რაღაცა პატარა ნაწილი თითქოს დავკარგე. ხო, და ესეთი სასაცილო რამ უნდა გითხრათ, დედა რომ მასწავლიდა დათულას, ანუ 1-2-3. ხო და თითებზე მასწავლიდა, სხვათა შორის ძალიან მიყვარდა ხელების ყურება, სულ ხელებს უყურებდი ხოლმე რა. ხო და ეხლაც მაქვს ეს ჩვევა და სულ ხელებს უყურებ რა, მოკლედ და ვითვლი რა, ეხლა 1-2-3 და ხო, ნუ რამდენი წლის ვიყავი რომ გავიაზრე ისიც, რომ ცხოვრება თურმე მუდმივი არ არის. და სადღაცას ვთავრდება. ხო და რომ ვიცოდი რამდენი წლის ვიყავი, ანუ თქვა დაუშვათ 3-ის, ხო? და ანუ დათვლა რომ მასწავლა 10-მდე. რატომღაც მეგონა რომ 10 წელი უნდა მეცხოვრა. ხო წარმოგიდგენიათ ბავშვის ფიქრები და ისე გული დამწყდა და ისე ვინერვიულე, ისე განვიცადე ეს რომ მეთქი ვაიმე რა, ანუ რა სწრაფად გავიდა თქო დრო და
ანუ აი აქ ესე იგი ანუ რო ვითვლით იმეთქი 1 2 3 ვარ ესე იგი 1 2 3 4 5 ამდენ დამჭა მეთქი და ნუ მე დედამ ამიხსნა რომ 10-მდე არ არისო დედაო კიდე არისო რიცხვებიო და მოვისუნთქე მახსოვს ეს გრძნობა და საკმაოდ ადრეულ ასაკში ვუკვირდებოდი ხოლმე ძალიან ისეთი სერიოზულ თემებს რა ვიცი ესეთი ბავშვი ვიყავი ხო და ну ცხოვრებაც არ მქონდა ისეთი რო ვთქვათ დამხენილი და შეიძლება ხო ну რაღაცა პერიოდი ვიყავი მარტო იმ გაგებით ახლა არც დამყავდა არც ძმა არავინ არ მყავდა ვიყავი მე მარტო და ძალიან მოწყენილი ვიყავი და რო დაიბადა ვანდა რა თქმა უნდა გამიხარდა მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვიყავი იმაზე რომ გავაცნობიერე რომ მეთქი ეს სანამ გაიზრდება კიდე უნდა ველოდო ანუ რამოდენიმე წელი კიდე უნდა ველოდო რომ მე ვეთამაშოთქო რა ანუ აი ესეთი ის ანუ ეხლა ეს ისეთი ბავშვური ის არის რა მოკლედ შეხედულებები რომ აი ну წამოიზრდება და ვითამაშებთ რა მარტო აღარ ვიგრძნობ თავს რაღაც სიმარტოვის ის მე მგონი ყველა ადამიანს აქვს ესეთი რაც არ უნდა ბევრი ხალხი ეკვრას ირგვლივ არის ბევრ ადამიანს აქვს ეს რაღაცა სიმარტოვის განცდა საერთოდ ზოგადად ისე ყველა მარტოები ვართ ეს ცხადია უბრალოდ ეს ურთიერთობები და ეს ყველაფერი გვაძლებინებს ხო და მოკლედ ველოდე კარგად ველოდე ხო და ну აივანს ძლივს წუდებოდი მახსოვს და ჭუჭუტანები იყო და იქიდან ეზოში ვიყურებოდი ხოლმე ხო და მინდოდა ძალიან ბავშვები რო თამაშობდნენ ხედავდი ისე რა ძალიან ცუდად მაგრამ ხედავდი და მინდოდა მეც მათთან ერთად მეთამაშა მაგრამ ჯერ არ ვიყავი ასაკის რომ ასე ვთქვათ გავეშვი დედას ესე ხო და მოკლედ დადგა ის ჩემი ნანადრი დრო რომ მეც ეზოში მეღირსა ჩასვლა და თავიდან მორიდებულად ვიყავი მაგრამ ძალიან ისეთი ინიციატივიანი ბავშვი გავხდი და აი რაღაცა სითამამე მქონდა და მოკლედ გაცნობა ჩემთვის ბავშვების არ იყო პრობლემა ასევე ბაღშიც ესე ვიყავი საკმაოდ თამამი ანუ იმ თვალსაზრისით რომ ხო არის ზოგიერთი ბავშვი რაღაცნაირად ნუ მორცხობს და ვერ კონტაქტობს სხვა ბავშვებთან და მე ეს მომენტი არ მქონია მიუხედავად იმისა რომ მაინც რაღაც თავისებურად ესეთი მორცხვი ბავშვად ვითვლებოდი მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობა რაღაცა კარგად გამომდიოდა და მოკლედ რაღაცა ესეთი ლიდერობის ისიც მქონდა რა ნიშან-თვისებები და ვიცოდი ხოლმე ბავშვების აყოლიება რაღაცეებზე და მასწავლებელმა ბაღში რომ შემატყო ერთხელ გაკვეთილის ანუ ხატვის გაკვეთილის ჩატარების უფლებაც მომცა რა მოკლედ გამოვედი და ერთი ბეწვლა ძირაკი ვიყავი მიზადა 3-4 წლის ალბათ ხო 5 წლამდე ბაღში და მახსოვს როგორ ვუხსნიდი ბავშვებს როგორ უნდა დაეხატათ როგორ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ და რაღაცა მომენტში აი ის რაღაცა მომეწონა ეს მომენტი მაგრამ რაც მართალია თავში არ ამოვარდნია ეს ჩემ ხასიათში არ დევს იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ვარ რა არ მიყვარს ძალიან ზედმეტად რჩანხარ რა ადამიანი და რაც სიმშვიდეს კარგავ რა მოკლედ ის კი არა ტელევიზიით რომ პირდაპირ ეთერში რო ვიყავი ხალხი მე მცნობდა ახლა ტელევიზია მაინც ხო რაღაცა YouTube სხვა და ხალხი რომ მცნობდა ძალიან უხერხულად გრძნობდი თავს აი რაღაცნაირად კომპლექსდებოდი იმიტომ რომ ნუ ესეთი ხასიათი მაქვს მოკლედ და სხვათა შორის YouTube-თან დაკავშირებითაც მქონდა ეს მომენტი მაგრამ მე როგორღაც გადავლახე რა და მივიღე იცით როგორ ნუ ანუ ჩვეულებრივ მომენტად რა რაღაცა განსაკუთრებულად არა რა როგორც შინაურებს როგორც აი გულით ახლობელ ადამიანებს ისე ხვდებოდი
ჩემგან მწერებს, რომლებიც შემხვედრიან, ალბათ ახლა მიყურებენ ზოგიერთი, ჩემგან დიდი მოკითხვა. ყველა მახსოვხართ, მაგრამ მე მაპატიეთ სახელებზე მაქვს გართულება, ეს იცით, ჩემმა ძველმა გამომწერებმა და დიდი ხნის მაყურებლებმა ვიცი ხოლმე ეს. ის კი არა, ხშირად მქონია, ეს ახლა ისეთი რაღაცა სახელები ამრევია, სოსოს ნიკას ვეძახდი ხოლმე, ნიკას სოსოს და ესეთი რაღაცები, მაგრამ არის ხოლმე თუ ადამიანთან ხშირად არ ვკონტაქტობ, შეიძლება გადამავიწყდეს და მე ტვინს ვიჭყლით, ვაიმე რა უხერხულია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში ვიცით ყველამ არა, ესეთი ფაქტია, რომ ანუ სახელს აქვს, ანუ სახელის ხსენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო და ძალიან მეუხერხულება ხოლმე. ეხლა ისე ფიქრობ ხოლმე ისე არ გამომივიდეს, რომ აი ადამიანი, არ მახსოვს, როგორ არ მახსოვს, ასულელია, უბრალოდ აი სახელებზე ადრე ვთქვი კიდევაც ერთხელ იყო რა საკუთარი სახელი ოღონდ ხუბრობის გარეშე რაღაც წამების ის იყო რაღაც აი მოიტყვე დოელი სეკუნდი რაღაცა დამავიწყდა და ისე შებეშინდა საკუთარი სახელი რო დაგაწყდება ხო და ალბათ არ ვიცი ალბათ ძალიან გადაღლილი ვიყავი ან რა ვიცი რაღაცა შეიძლება ვერ ვიყავი კარგად ხო და მოკლედ ესეთი ამბები და და საიდან დავიწყო ლაპარაკი, სად დავედი, ესე ვიცი ხოლმე. თან პატარა ისტორიაც მოგიყევით. ხო, მართლა ბაღთან დაკავშირებით გამახსენდა. ერთხელ მოვიდა ერთი კაცი, აი ამ ზუსტად წეღარო ვახსენე ბაბინებიანი მობილტელефონი, რაღაც ესეთი იმითი, ეს ჩანდა, ეს გადაკიდული ქონდა. მიკროფონი ესე და იკითხა ჯგუფში მახსოვს ანუ ხმა ვისაც კარგი ქონდა და გამიყვანეს მე. ხო და თან მე ამ კაცმა კითხა რომ ისეთი ადგილი მინდაო, სადაც ანუ მე ხა მაშინ სიტყვა აკუსტიკა არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მივხვდი ჩემი აზროვნებით რომ უნდა და ისეთი ადგილი სიწყლარე ყოფილიყო და თან კარგი ისა. ანუ ხმის ჩაწერა უნდა და ჩემი. და ვიმღერე ესეთი ის ცნობილი სიმღერა ფიფქები ცვივა და ფიფქები გველიან. ხო, აი რასაც ქვია თითო სტროფი ორჯერ სამჯერ ჩაიწერა, მახსოვს ეს ზუსტად. ხო და არ ვიცი ახლა მაშინ თქვა ამ კაცმა რომ შენი სიმღერა იქნება რადიოშიო. არ ვიცი მე ჩემ სიმღერას რა ბედი ეწია. მოკლედ რამდენჯერაც ამ სიმღერას ანუ მე გავიგებდი ხოლმე რადიოში. რაღაცნაირად ისე ფიქრობდი რომ ალბათ მე ვარ თქო, იმიტომ რომ ხმაც ახლა ზუსტად ისეთი, როგორც მქონდა ბავშვობაში და მამაჩემს ახლა მაგნიტოფონში რო მქონდა ჩემი ლექსები, სიმღერები ჩაწერილი, ხო? მახსოვს რა როგორი ხმა მქონდა და არა და მე მოვიძიე მეთქი იქნებ ანუ გავიგო რა ანუ წარმომავლობა ის სიმღერის თქო და აბსოლუტურად სხვა სახელი და გვარი გავიგე რომ სხვა არის ის ადამიანი ვინც იმღერა არა და რაღაცა ძალიან დავეჭვდი იმიტომ რომ ჩვენ ისე დროში ვცხოვრობდით და არც ახლა ნაკლები ყოველთვის იყო ხოლმე რაღაცა ჩაწყობა შეიძლება შესაძლებელი იყოს სხვისი ხმა გამოიყენებინათ და სხვა სახელი დაერქმიათ რაღაცა ესეთი ხდებოდა ყოველთვის და მოკლედ ესეთი გული დამწყდა რა მოკლედ ხო ასე რომ ესეთი ამბები არა ძალიან მიყვარს ეს სიმღერა მართლა სახალხო განწყობას მიქმნის ბავშვობას მაგონებს რა თქმა უნდა ახლა კიდე ვზივარ თბები ვშრები თუ რაც ქვია და თან იმას უყურებ გარი განათებას ძალიან ლამაზია ესე ფეივერკები ესე იშლება შარშანი იყო როგორ იცით ერთი აცდენილი იყო ცოტა ერთი თავისთვის იმაშებოდა სხვა ფერებში მეორე და მესამე ერთდროულად და ეხლა ზუსტად ასე სინქრონულად ერთად იშლებიან და განსაკუთრებით აი ეს ნეონის ფერი ესეთი ლურჯი თუ რაღაც ესეთი აი ისიც რა ძალიან მომწონს ხო და ესეთი ამბები
ახლა ისე მეზარება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თან მეძინება, თან მეზარება უნდა ჩავიდე. პურიც არ არის, რომ ხვალისთვის იყოს. წამდაუწრო არ ვირბინო. და ის მოკლედ მგონი ვალი მაქვს რაღაცა დარჩენილი. ანუ ლარნახევარი, ბევრი არ მაქვს ხოლმე ვალი, ანუ მარკეტში, იმიტომ რომ ბევრსაც არ ვიღებ. ეხლა როცა მუშაობდი ხო, მაშინ მაგალითად 100 ლარამდეც მქონია რა, ვალი დაგროვილი, ოღონდ ესე უთანხმდებოდი, რომ ერთი ხელფასზე მოგცემ და რაც დამჭირდებოდა ხოლმე, ესე ცოტ-ცოტას ვიღებდი და მე თვის ბოლოს უკვე ხელფასზე ვისტუმრებდი ხოლმე. ხო და ესეთი ამბები. მოკლედ. კარგით მეგობრებო. ყავაც მინდა, ცოტა თავიც მტკივა, ეხლა ეს თან რო შევიღებე, ეს ხო მაინც ქიმიაა, ეს მერე დაბანა, მერე შემაცია თავზე. შეღებილი რომ მქონდა და მოვიფიქრე მე ესეთი რაღაცა ავდექი პარკი ჩამოვიცვი თავზე და მე ქუდი ზემოდან და ცოტათი გამითბა რა თავი, თორე რაღაცა ის ციცივეს გრძნობდი თავზე. იმიტომ რომ ეხლა რეფლექტორი ისე მაინც ვერ უზრუნველყოფს ისეთ გათბობას. აი ადგილზე, ნუ კი მთლიანობაში მაინც ეხლა გარედან რო შემოდიხარ, იგრძნობა რომ სითბო არის, მაგრამ როცა უკვე გაჩერდები სახლში, უკვე გრძნობ რომ თვად ისეთი სითბოც არ არის რა, რომ კომფორტულად იგრძნო ადამიანმა თავი. მაგალითად ერთი ხელ მქონდა ისე დამთბარი სახლი, რომ მაისურშიც კი დავდიოდი სახლში და მგონი ვიდეოებშიც არის ისეთი ვიდეოები მაქვს, სადაც ეს ჩანს. ხო, ნუ ეხლა როცა ახალი გაღვიძებული ვარ, მაშინაც ვიცი ხოლმე ხანდახან მაისურით. მაგრამ მე შემცვით უკვე ვიფუთნები ხოლმე. კარგით მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით და ხვალამდე მოკლედ. კარგით აბა გაგოცეთ.